ლოცავ ყველას დიდი სიყვარულით ძალიან მინდა რომ მიყვარდეთ და უფრო მიყვარდეთ კიდე მიყვარხართ მაგრამ კიდე უფრო გავძლიერდეთ და ეს სიყვარული დაუსრულებელია ხა მე რომ მინდა ისე შეიძლება არ გამოვიდეს ხო იმიტომ რომ ყველაფერი ისეა როგორც ღვთისმებაა ჩვენი სურვილი რა თქმა უნდა აუცილებელია ჩვენ ვართ ამ ჩვენს გადარჩენაში მთავარი მონაწილე და მოქმედი გმირები ჩვენ ვართ იმიტომ რომ ჩვენი სურვილი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს თუ ადამიანს არ უნდა არაფერი არ გამოდის ამიტომ სულ გავიმოცოთ სურვილი გქონდეს იმისა რომ ერთად ვიყო და სულ სიყვარულში უნდა ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში სიყვარული უპირობო და რაღაცით სენტიმენტალური, ემოციონალური, ისტერიკული განცდა კი არა სიყვარულიც ვაი მიყვარხარ და გულები და რაღაცა და არა ეს ფამილიარული და ვულგარული სიყვარულს არ ვიძახი მე ვიძახი სიყვარულს რომელიც არა ყალბია არა ილუსტრაციაა სიყვარულის რაღაცა ეს დახატული ბამბანერკაზე დახატული ილუსტრაცია როა რა ლამაზი გადავარცხნილი რაღაც სახე ეს რაღაცა თვალები ესეთი გაღიმებული ყალბი ჰიმინდაში არა ესეთ სიყვარული არა ესეთი რაც ილუსტრაცია რაღაცეთი დახატული და კარიკატურული სიყვარული რომელსაც ქრისტეს მიერ სიყვარულია სიღრმისეულია ის სიყვარული რომელიც სახიერი ის სიყვარულია ეს სიყვარული არის ის სახელი და ღმერთის სიყვარული არის ანუ სიყვარული მისი სახელიც არის ის ერთ-ერთი შინაგანი სახელი მისი ბუნების გამომხატველი სახიერია ხოლმე ამიტომ ყველაფერი რაც მოგვეცა ჩვენ მოგვეცა იმისათვის რომ მივემსგავსოთ უფალს მადლით მოგვეცა ყველა პირობა მაქსიმუმი და მინიმუმი იმისათვის რომ გამოვიყენოთ ყველაფერი ღვთის საიდუმლო სულის საცხოვრებლად მან მოგცა ჩვენ ეს ყველაფერი მან გამოგვირჩია ჩვენ მან დაგვავალა ჩვენ ყველაფერი ის რაც დაგვავალა ამიტომ ჩვენი მხრიდან უნდა დაალბეს ჩვენი ორგანიზმი სული სამშველის ხელში რომ გამოიცახვოს მასზე ბეჭედი ღვთისა ეს ბეჭედი არის სიყვარულის ბეჭედი არა სიყვარული იმ გაგებით ვიმეორებ ყალბი გაგებით წარმართულია რაღაცა ყოფსა გაგებით ბოდიშვიხტი ამ სიტყვებისთვის რაც იაფფასიანი პოპულარული ასე ვთქვათ რასაყვარელია ბჭყალებში გაგებით არა რასადა და რასაყვარე და რასიცოცხლეა და რაღაც ისეთი იმითი რა ყალბი რაღაც იმითი ბანტიანი შეფუთული რაღაც ბამბანერკისა თუ სუვენირული გაგებით და არა ნამდვილი სიყვარული ქრისტეს მიერ სხვებს შემწირველი სიყვარული რომელიც სხვებს იღებს სხვებს შეწირვის ასეთი ძალა აქვს ეს სიყვარული ამ სიყვარულის ბეჭედი მოგვეცა და დადგინდა ჯვარცმის დროს და აღდგომის დროს და ის სიყვარული რომლითაც უფალს უყვარვართ ჩვენ რაღაც მემილიონედით რომ მაინც მივემსგავსოთ მას მოგმართავს ჩვენ უფალი ამაზე რომ იყარებოდეთ ურთიერთობას ყველაფერზე ზრუნავს ღმერთი მახსოვს ერთ-ერთმა ადამიანმა შემოდგომაზე მომიტანა შიტის ვაშლი და მაშინ როდესაც წლების უკან და ეს შიტის ვაშლი წამოვიდე და პატარა ვაშლები ესეთი დიდი ვაშლის მინიატურა ვქო პატარა ვაშლი ეს და ესე წამოვიდე რომ მეც ვაჩვენე რომ ეს ვაშლი რამდენად მეტყოლებს იმას როგორ უყვარვართ ღმერთს ჩვენ ყველა რომ ღმერთი ზრუნავს არა მარტო ადამიანს არამედ ზრუნავს იმას რომ ჩიტმაც კი თავისი პირის საზომით ვაშლი მიიღოს იმისიც კი იმაზე ზრუნავს რომ იმანაც იგემოს ის ვაშლი და იმის ზომის ზუსტად იმის ზომის იმის პროპორციების და იმის სტანდარტების და მასშტაბების ვაშლის ზუსტად მოდელს აძლევს ისეც რომ მანაც გამიხაროს და თუ ჩიტზე ესე ზრუნავს რომ ჩიტმას ვაშლი მიიღოს და გაიგოს იმის გემო და ამ ტოტს ამ ვაშლი ვაკანოებდი კიდევ და ვაჩვენებ თქოს ის გახარებული ერთი უნდა მოვატაინო კიდევ იმას ეს ლამაზი ის არის ძალიან თვითონ და ილუსტრაცია თუ როგორ უყვარს ღმერთს ყველა კნილება ჩიტზე რომ ესე ზრუნავსო ხო ნათქვამი ჩიტებზე ხო ძველ ქართულად სირთა ჩიტზე რომ ესე ზრუნავსო მით უმეტეს შენზე როგორ იზრუნავსო ხო ურწმუნოებო ხო გახსოვთ ხო საყარების ტექსტი ერთი ჩიტის ყველაფერი იცისო და შენი არის ის რა თქმა უნდა იცის
ამიტომ ყველას მოგმართავს უფალი და გვეუბნება, ყველანი მიყვარხავთ, რომ ეს არის სახარებისეული სწავლება და არა ვინმეს გამოგონილი. ამიტომ მივედოთ ღმერთს, ვინც ღმერთს მიენდობა, მას ვაშლის ექნება, მსხალის და ასე შემდეგ 3 ცენტრი, ყველაფერი ექნება. ხარ უტრირებას ვაკეთებ, რომ ვინმე არ დაიხოს ჩასაფრებულმა ტიპაჟები. ამიტომ შეხედეთ სისფრინველებს, შეხედეთ ველიშროშანს, რომლებიც არც მკიან, არცაც თესვენ. იმას კი არა, არაფერი არ აკეთო ეს დაოსური რაღაც სხვა რაღაცა, უვეი, არაფრის ქმედა, არაფრის კეთება, ესა დაოსური ის ფილოსოფია. მაგრამ ეს სხვა არაფრის კეთება ისიც, ის სხვა რაღაცა. ისა ხელის არ შეშლის ფილოსოფია, ეს სხვა რაღაც არა გამოცხადებულია, მაგრამ ის სხვა ენერგიაზე და სხვა, ასე ვთქვათ, ნაკადებზეა ლაპარაკი. ის სხვა რაღაცა. მაგრამ მე ვიძახი ქრისტიანულ გამოცხადებულ არასთესენ არც ამკიან, ანუ ღვთისნებას მინდობილი არიან და ყოველივე მსოფლიო დაუტოვებს ზრუნვა, ანუ სულიერზე ფიქრობენ. შეხედეთ ფრინველებს, შეხედეთ შროშანებს, რომლებიც არც ამკიან, არც თესვენ, მაგრამ ამათ ყველაფერი აქვს. მათთვის ღმერთი ზრუნავს და თუ კი მათთვის ზრუნავს ღმერთი, რომელთაც არც, ასე ვთქვათ, არანაირი, ასე ვთქვათ, ადამიანური სტანდარტები, ღვთის ხატება აქვს. სული აქვს ხა თავისი ფრინველური ცხოველური ბაშები ხო ანიმა ხო აქვს გააჩნია ხო სულ საგანი ხო არ არის ყოველში ხო არ არის რაღაც თებში ან ასე შემდეგ ხო ფრინავს გადის ცხოველ არსებობს ღვთის კმილებაა ცოცხალი მაგრამ ადამიანური ანუ გვირგვინი კმილებზე ღვთის ხატება და მსგავსების აი ეს ბეჭედი არ არის ონტოლოგიური ბეჭედი მათში ჩადებული მაგრამ მათზე ზრუნავს უფალი და უფრო არის ზრუნებს ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი მიენდობა ვის? ღმერთს. ნუ ზრუნავთ ხვალისათვის. განსაცემში მყოფ კაცს ეხება ეს მით უმეტეს. მიუტევ უფალს ზრუნვა ისენიო, ფსალმებში წერია. მასვე ეკუთვნის ზრუნვა და უფალი იზრუნებს შენზე. ამრიგად, შვილო ჩემო, დაეხსენი კაცობრივ ზრახვებს და იმედი დაამყარე ღმერთზე, ვინც იმაზე მეტს იქს, ვიდრე ჩვენ გავსაზღვრავთ. ღვთის იმედი დაგაწნარა, უფალი შეგეწიოს წმინდანების დროით, შვილო ჩემო, მოვალენი ვართ ამგვარ გულისიტყვებს, რომ ვაი თუ რა მეშველება, ვაიმე როგორ რა ვქნა, როგორ დღეს რო წყალი მაქვს, ყოველ არ მქონდეს, მოდი დავაგროვებ ძალიან ბევრ წყალს და ვატარებ თან საჭმელებს, წყალს, ჩასაცმელებს დავაგროვებ, მოვაგროვებ ყველაფერს. ერთ-ერთი მოძღვარი შეესწრო ესეთ ქმედებას თავის სულიერი შვილისა და უთხრა, რატო აგროვებ ესეთ რაღაცებს? რატო აგროვებ? აი ახლა რო არ ქონდა და მოგვეცავ და მერე რო კიდე არ მოგვეცესო, ვინც მოგცა რო არ ქონდა, იგივე მოგცემს მერეცო. რატომ აკეთებ ესეთ რაღაცას? რატო ზრუნავ არაპროპორციული ზრუნვით იმაზე რაც არ უნდა, რაც არ უნდა იზრუნო? შენ რაც გჭირდება, რაც შენ სულს სჭირდება, რაც შენს სამშვილდს სჭირდება, რაც შენს სხეულს სჭირდება, ყველაფერს მოგცემს ღმერთი. ნუ გაბედავ ეგეთ სითამამეს, ნუ იზამ, რომ შენ ეჭვი შეიტანო ღვთის განგებულებაში და ეცადო, რომ იგი გამოიძიო. რაიმე კითხაობის ფორმები, რომლებიც დღეს ძალიან მოდაშია შემოსული, აღარ ჩამოვიდა. ტააროდან დაწყებული დამთავრებული ლოგიოს მარკეტ. ყველაფერზე კითხავდა. ბიბლიაზე კითხავდა და ჯოანის წარმოიდგინე და ყველაფერი წარმოგეს ნიშნება. და ეჭვიშია და ამრუდებენ ის განგებულებაზე ძალადობა უნდა ღვთისნებას გამოვდო და წინასწარ გაუსწრო ღვთისნებას და ამით ეჭვიშია ის განგებულებაში და იმრუდებენ იმ მომავალს რომლის გაგებაც უნდა იმას იმრუდებენ აბსოლუტურად ისე არ იქნება ყველაფერი როგორც მათ გონია ამიტომ ეს არქეტიპები სიმბოლოები რომელიც ვითომ და აბსოლუტური სიმბოლოებია ჩადებული ამ და სხვადასხვა ტექნიკებში აღარ ჩამოსული სამონოტრაუმატიზმი სიმბოლური დამთავრებული სხვა სიმბოლოები, რომლებიც ცალკე ენციკლოპედიური თემა არის. ისინი ვერასდროს ვერ ამოწურავს, ვერასდროს ვერც იუნგი, ვერც ფროიდი, ვერც ასე ვთქვათ კროული, ვერც ვერანაირი სხვადასხვა ტიპის კითხავები და სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ ელემენტები და რომლის მოდაშია ძალიან დღეს და განივცო ფრიად
ღვთისნებაში ქექვა და ძალადობაც და გამრუდებას ღვთისნებისა და დიდი თემაა ხა მას ლექცია გამოვარო დავიწყო თემას ლაპარაკი არ გვინდა არის ამ თემაზე ჩემი გამოდადებული ინფორმაცია რომლებიც ცდილობენ ღვთისნებაზე იძალონ და არ მიენდონ ღმერთს მაგრამ ისმინა ღმერთო ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას როგორ ხშირად ნავევედრო თუ თვალე იესო ქრისტე ძე ღვთისო შემიწყალე მეცოდნი სასოება ჩემ და მამა შესავედრება და ჩემ და ძე ფარველ ჩემ და სული წმინდა სამებაო წმინდაო დიდება შენ და ადამიანი ყოველ ჯამს ეცემა სულ სოდავს რის გამოც სულ ნანობს შემდეგ და ნაღველი ცოდის და სიმძიმილი იპყრობს უცოდველი არავინ არ ყველა ცოდავს მაგრამ რას შვები ცოდის მერე რომ ეს გვიტყურობს შფოთი დეპრესია და ხვდებით რომ ის ცოდვა არ ღირდა ის ჩიტიბ უნათ არ ღირდა ცუდი შედარება სასოდავო ჩიტმა რა დააშავა რა უხეში ანდაზა მაგრამ თვითონ ორგანიზმი შენი არ ღირს იმ სიამოვნებად რომელსაც შემდეგ იგივე ორგანიზმი ტანჯვად ასე ვთქვათ ქვავს ის მიმდევრობა სიამოვნებად არ ღირს შემდეგ იმ ტანჯულ მიმდევრობად რომელიც ამას მოყვება სიმძიმილი იპყრობს უნდა რომ შქარაშენდობა არ გამოდის იმიტომ რომ თავისი ეპიდემია აქვს ესე ადვილად არ გამოდის როგორ არის ამდენი ხანი ღვთის გმობა 70 წელი ღვთის გმობა წითელი დროშებით სირბილი მშვიდობა მაისი და შრომა ეგრეთ წოდებული ფონად გაწყვეტილი კაცობრიობის დიდი საუკეთესო ნაწილი და ასე შემდეგ უამრავი მკრეხელობა და დასმენა და ძალადობა და რა ვიცი მე რა ესე რომ ადვილად გამოვდიოდეთ აქედან და უცებ ყველაფერი მოდი ახლა დღეს შევცვალოთ დროშები ხატებით და ყველაფერი კარგად იქნება ესე არ იქნება ამას დრო უნდა ამას თავის ინერცია ეს ინერცია ეს ფატალური ინერცია არ არის გამოსწორებადი ინერცია ყველა ცოდვის გამოსწორება შეიძლება მაგრამ შენ თვითონ უნდა გამოსწორდეს ჯერ რომ გარემო გამოსწორდეს შენ თუ არ ხარ თვითონ გამოსწორებული შენ ვერავითარ გარეგან ტრანსფორმაციას ვერ მოახდენ თუ შენში ჯართი არის ვერაფერს ბაჯაღლოთ ვერ აქცევ თუ შენ თვითონ ჯართი ხარ ვერაფერს ვერ გარდააქმნი კეთილშობილად შენ უნდა იყო კეთილშობილი შენ უნდა იყო მადლიერი ღვთისა უმადურობა დღეს ხვალ მოღალატეობაა უმადურობა დღეს ეს არის წინაპირობა ღალატისა და დაუფასებლობისა და ეს ყოველთვის ესეთ ისტორიები მოკლე ინტერვალზევე თავდება ძალიან ცოტა თავის თავზევე ქრება საკუთარი თავის სასაფლაოზე იქცევა მეთქი ხოდი ზოგჯერ ამიტომ როცა წოდავთ უნებლიეთ მე ისევ ლოცვას ვიწყებთ ბაგენი მექანიკურად წარმოთქვამენ ზოგჯერ რომ გათიშული ადამიანი ცოდვისგან გაბრუებულია ცოდვამ იცის საოცარი გონების დაბნელება და გაუცნობიერებლობა და შევიწროება ცნობიერებისა უფალო მიწყალე მოწყალე მექმენ მე ცოდვილს და წყურია და უნდა გვინდა რომ ამ ძიმე მდგომარეობაში მოგხედოს და ისმინოს ჩვენი და ქშველის კიდევაც მაგრამ დრო უნდა ამას ესე უცებ არ ხდება ვერთო ვინც შენს ცნებებს იცავს ვიცით რომ ვინც ღვთის ცნებებს იცავს ის არის სწორ გზაზე და იგი ნებისმიერ დაბკოლებას გადალახავს და მოინანიებს შენი იმედი მაქვს უნდა უთხრათ უფალს და ვაღიარებთ შენ გაღიარებთ ერთ მონოთეიზმს ვაღიარებთ მამის და სულისხმის მონოთეიზმს ერთ ღმერთს ვაღიარებთ რომ ის მოვიდა ჩვენ სახსნელად ვინც ქრისტე იხილა მან მამა იხილა ვინც ქრისტე იხილა მან იხილა ხილული მამისა და ამის გამო ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს იმისა და გზამთრილი რომ წინ წავიდეთ ნეტარ ხარ თქვენ რომელიც ნანო მოსული ხარ და უნდა ეზიარო ამიტომ მინდა რომ დაგლოცოთ და აღარ გაგაწვალოთ და აღარ გაგღალოთ და ლექციები აღარ წაიგოთ რომ მარტო მე რო ვეზიარე და თქვენ არ მიყუროთ ესე ვთქვათ ზიარების მოლოდინში ესეც არ შეიძლება გარკვეული აუცილებელი არის გარკვეული პაუზა მაგრამ პაუზა არ უნდა იყოს იმაზე დიდი რაც ადამიანის სულიერ შესაძლებლობას შეუძლია დაეტიოს ჯილდო კარგია ჯილდოს მოლოდინი უკეთესია მაგრამ როცა მოლოდინი გადააჭარბებს უკვე თავის კრიტიკულ ზღვარს მაშინ შეიძლება ადამიანის ბრძოლები დაეწყოს ამიტომ ახლა ეს დიდი თემა ამიტომ მინდა რომ აი ყველა ცოდვა მოვინანიოთ შეავედროთ ღმერთს გაიხაროთ სულიერად ნეტარი იყოთ წინსვლა გქონდეს გზახსნილი გქონოდეთ რაც უფალს უნდა იყავნება შენითაც და სათაშინეებიც ქვეყანაზე და ეს იყოს და არჩენი ყველაფერი ისე იქნება როგორც ღმერთის ნება არის
უყუროთ ცოტა მიღმიური მზერით ამ ყველაფერს, ცოტათი უფრო ტრანსცენდენტული მზერით, უფრო მეტად შორს გავიხედოთ, ვიდრე ეს ყოფითი ტრივიალური ოპტიკით შეიძლება, ხო, ცოტა უფრო მეტი სხვა რაკურსით შეხვდით, ცოტა მეტი თავი დავიმდაბლოთ უფრო. ნუ რა ვიცი, თუ გონია თავი ენციკლოპედისტი, დიდ დრო და ისა, ნუ ისინი განმანათლებები იყვნენ, მაგრამ ის სხვა თემაა. და ჟან-ჟაკ რუსო ნუ გონია, ნუ რა ვიცი თავი. აღარ ვლაპარაკობ ხა ფრანგ განმანათლებლებზე და ენციკლოპედისტებზე, რომლებიც თავისი სამწუხაროდ ნეგატიური როლი შეასრულებს. ეხლა ეს დიდი თემაა, მაგრამ ნუ რა ვიცი, ნუ ეგონება თავი კიდე წმინდანი და ასე შემდეგ და შეუცდომელი და ყოველთვის უნდა კარგად როგორ მე დავეცი, როგორ მე შემეშალე, როგორ მე დავმარცხდი. რა მოხდა მე? შენ დამარცხდი, დიახ, შენ შეგეშალ, შენ შეცოდე, შენ ხარ უცნობელი და შენ დააშალე და მოინანი. რა მოხდა მე? რა არის ამაში? ამაშია დიდი სიმამაცე და სითამამო. არ იცი, როგორ მე არ ვიცი, მე ყველაფერი ვიცი. რა კარგი, არაფერი რო არ იცი, ყველაფერი ერთნაირად არ იცი. ანუ ყველაფერი იცი? და გახსოვდება სოკრატეს ფრაზა, რომ არაფერი არ ვიციო? და სხვა ის არის, კიდე გაგზელება იქ ხართავდება, რომ მე ის ვიჩვენებერი არ ვიცი, ძიმე არის და სხვა ტექსტია. აღარ მოყვები. ამიტომ როს პროლეტარობა ყველაფერზე შეერთით, ხო და იქ კიდე სხვა არის, კიდე ძიმე იმის მე. კიდე იქაც აღარ ვიცი. ასე ამოგრეჯილი კონტექსტიდან ფრაზები შეიძლება ნებისმიერად ატრიალო. ათეისტი მორწმუნედ წარმოაჩინო, მორწმუნე ათეისტად წარმოაჩინო და ასე შემდეგ. ყველაფერი შეიძლება ამოგლიჯო და ამოგრეჯილი მოზაიკით ყველაფერი ის წარმოაჩინო, როგორც შენ გინდა. ეს ჩვეულებრივი ძველი манипуляციისა და ძველი პროპაგანდის საშუალებებია. ესენი არ ზღის ამაზე ლაპარაკი. ამიტომ მოდი ჩვენ ვილოცოთ, რომელიც მივანდოთ და ვიცადოთ, რომ უფრო მეტად მოვინდომოთ, ვიდრე გონია რომ შეგვიძლია მომდომა. მადლობთ შეშვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთვის თან. ამინ. ამინ. შევხვდით ამ. ესე მიგადახდით, შეიძლება უფლის სამართლოს